საქართველოში ასევე მსოფლიოში საკმაოდ მზარდი არის სტატისტიკა და ეს ალბათ დაბალ ინფორმირებულობაზე მიუთითებს მოსახლეობის ზოგადად, მხოლოდ საქართველოზე არა მაქვს საუბარი. ეს მზარდი სტატისტიკა განსაკუთრებით სხვათა შორის სიფილისის, რომელიც ერთი პერიოდი არ იყო ესეთი მზარდი. საქართველოშიც ასევე არის გავრცელებული ძალიან ბევრი სქესობრივი გადამდები ინფექცია, როგორიც არის მაგალითად გონორეა, თუნდაც სიფილისი, ჰერპეს ვირუსი. ჰერპესიც და ადამიანის პაპილომა ვირუსი ასევე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ადგილზეა. შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ინფორმირებულობის გაზრდას ამ საკითხთან დაკავშირებით და განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია, ან როგორ უნდა დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. ვინაიდან ეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შემდგომში შეიძლება გახდეს გამომწვევი სხვა უფრო თქვათ საშიში დაავადებები და მოქმედებს ძალიან რეპროდუქციულ სისტემაზე. ამიტომ უმჯობესია რომ იცოდნენ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა როგორ დაიცვან თავი. და ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი არის და ზოგადად შიცის ჯანდაცვის ფონდის, რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაცია და ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის ევროპის რეგიონში. ერთ-ერთი მიზანი არის ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რათა მოხდეს პრევენცია და თავიდან იქნას აცილებული HIV ინფექცია და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. სულ რამდენი დაავადება არსებობს, რაც გადადის სქესობრივი გზით და საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული რომელია მათ შორის? იცით რა არის ესეთი ზუსტი სტატისტიკა, მე სამწუხაროდ აი CDC-ის საიტზეც ვერ მოვიძიენ, გონორეა არის ძალიან გავრცელებული, ასევე სიფილისი, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ზოგი არის ვირუსული, ზოგი არის ბაქტერიული და ასევე პარაზიტებიც იწვევენ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომ ვირუსით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ბაქტერიული. და ზოგადად ხა HIV ინფექციას რაც შეეხება, საქართველოში მკურნალობა არის უფასო და აქ სპეციალური ანტირეტროვირუსული მედიკამენტები, ანტირეტროვირუსული მკურნალობა ინიშნება. დანარჩენ სქესოდა განსხვავებული სიმპტომებია. ვთქვათ, რომელსაც შეიძლება ადამიანმა ყურადღებაც არ მიაქციოს, ვინაიდან არის ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და დაინფიცირებიდან შეიძლება 5 არის შემთხვევები, რომ 10 წლის მერეც გამოვლინდეს. რაც შეეხება სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციას, მათ შორის ვირუსულსაც და ბაქტერიულსაც, ძალიან ბევრს აქვს მსგავსი ნიშნები. და ვთქვათ, როდესაც არის გამონადენი ქავილი, საერთო ნიშნები რაც ახასიათებს, ხშირად განსაკუთრებით ამ საუკუნის დასაწყისში და 90-იანი წლების ბოლოს მიმართავდნენ ანტიბიოტიკს. კი, ეს სიმპტომები ქრება და გაუმჯობესება ხდება, თუმცა დაავადება არ იკურნება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩატარდეს ანალიზი, ანუ სპეციალური შესაბამისი ტესტირება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე, თუ მსგავსი სიმპტომები აღინიშნება ნებისმიერ მდედრობითი სქესისას და მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, იმისათვის რომ დაადგინონ კონკრეტულად რა დაავადებაა, ვინაიდან ყველა ამ ინფექციებს აქვს თავისი სპეციფიური მკურნალობა. აი სწორედ ეს მინდა გკითხოთ, თქვენ თქვით, რომ თუ მსგავსი სიმპტომები ექნებათ, შესაძლებელია თუ არა, რომ სიმპტომების გარეშე ჰქონდეს ადამიანს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, ისე რომ მან ამის შესახებ არ იცოდეს და რამდენად მნიშვნელოვანია პრევენცია. თუ არის გარკვეული პერიოდი, რამდენ ხანში ერთხელაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი გაესინჯოს ამ დაავადებებზე. დიახ, ზოგიერთს არ გააჩნია, ზოგიერთის შემთხვევაში, მაგალითად გონორეა, ტრიხომონიაზი, ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად ვლინდება სიმპტომები და თუ ვთქვათ, ადამიანს ჰქონდა სარისკო ქცევა, ანუ ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი შემთხვევით პარტნიორთან, მაშინ სასურველია, რომ ჩაიტაროს ტესტირება და საერთოდ წელიწადში ერთხელ მაინც სასურველია ყველამ ჩაიტაროს ტესტირება.
ახლა თუ სარისკო ქცევა არ იყო, მაშინ შესაძლებელი არ, იმიტომ რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გადადის მხოლოდ სქესობრივი გზით. ის რომ ეს მოარული მითები, ერთადერთი სოკო, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებად აღარც მოიაზრება, იმიტომ რომ შეიძლება გადავიდეს ვთქვათ, საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებიდან, მაგალითად საზიარო პირსახოცი და ასე შემდეგ და სხვა დაავადებები მხოლოდ სქესობრივი გზით. ზოგადად როგორ ჩნდება ასეთ ტიპის დაავადებები ადამიანში? რასთან არის ეს დაკავშირებული? ეს არის როგორც ნებისმიერი სხვა ინფექციური ინფექციური დაავადებები, ესე შეიჭრება, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამომწვევები არის ვაგინალურ გამონადენში და არის ლორწოში და ასევე სპერმაში. და ამიტომ არის რომ ის სქესობრივი გზით გადადის. თუ აქვს ერთს ეს დაავადება პარტნიორებიდან ერთ-ერთს ძალიან მაღალი რისკია რომ გადაეცეს მეორეს. თუ არის დაუცველი კავშირი. გადაცემის დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ რომ გაიზარდა ასეთი შემთხვევების რაოდენობა მიუხედავად იმისა რომ 21 საუკუნეში წესით ცნობიერება უფრო და უფრო მაღალი უნდა იყოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა დავიცვათ თავი, როგორ უნდა გავაგებინოთ ახალგაზრდობას და არა მხოლოდ რამდენად მნიშვნელოვანია თავის დაცვა ესეთ შემთხვევებში და რამდენად დიდ რისკებთან გვაქვს საქმე. იცით რა არის, ალბათ უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს, თქვათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან შეხვედრები. სკოლაშიც სასურველია, გარდატეხის პერიოდში განსაკუთრებით, რომ ეს საგანი ისწავლოს ყოველი შემთხვევისთვის, რომელიმე საგნის ერთ-ერთი ნაწილი იყოს, სადაც მოხდება ინფორმირებულობის გაზრდა, ინფორმაცია მიეწოდებათ მოზარდებს. რომ დაუშვათ რა რისკი შეიძლება მოყვეს ამას, როგორ დაიცვან თავი და იცით რა, მასმედიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამაზე თქვათ, თუნდაც სარეკლამო კამპანიები, თუნდაც ონლაინ, დიგიტალური, რომელიც ახლა ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი კი არა და უფრო მეტი ინტერესია ახალგაზრდებში და არა მარტო ახალგაზრდებში. სასურველია რომ ამაზე მეტი ინფორმაცია გაჟღერდეს. განსაკუთრებით თქვათ, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში უნდა ხელმისაწვდომობა გაიზარდოს კონდომის, იმიტომ რომ კონდომი არის ერთადერთი გზა, ერთადერთი ეფექტური, უსაფრთხო გზა, რათა თავიდან ავიცილოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. მათ შორის HIV ინფექცია, იმიტომ რომ სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ikურნება. HIV ინფექციას, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და შიდსი სამწუხაროდ კურნალობა კი ხდება, მაგრამ მისი განკურნება ბოლომდე დღესდღეობით შეუძლებელია. თუმცა დღევანდელი მედიცინის მიღწევების შედეგია ის, რომ სამკურნალო პრეპარატები იმდენად დაიხვეწა და იმდენად გამარტივდა მათი მიღება. ადამიანი, რომელიც რაც უფრო ადრე აღმოაჩენს, რომ არის HIV ინფიცირებული და ჩაერთვება მკურნალობაში, ხდება ვირუსის და თანმიმდევრული უნდა იყოს ეს მკურნალობა, შუაში გაწყვეტა არ შეიძლება. როგორც ეს ცოტა ისეთი უფრო მარტივი მაგალითია, მაგრამ ანტიბიოტიკი, რომელიც დანიშნული გაქვს დაუშვათ 1 კვირა და 3 დღის მერე სიმპტომები არ არის და ძალიან ბევრი აღარ იღებს, რაც არ შეიძლება. იმიტომ რომ სიმპტომი რო ქრება, ის სანიშნავს, რომ უკვე განკურნებული ხარ. ამიტომ ამ რისი თქმა მინდა, რომ ამ თანმიმდევრულ მიღებას ამ პრეპარატების, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა მიიღოს, თუ მანამდე რაღაცა სერიოზული პროგრესი არ იქნება მედიცინაში, ხდება სუპრესია ვირუსის და ამ დროს აღარ არის გადამდები ადამიანი და ის, ვინც არის HIV ინფიცირებული და მკურნალობაზეა, აბსოლუტურად იგივე, მისი სიცოცხლის ხარისხი არის უტოლდება არაინფიცირებული ადამიანის სიცოცხლის ხარისხს და რაც თავარია ეხლა ეს ტერმინი რომ მკურნალობა როგორც პრევენცია, განაჩენი არ არის ნამდვილად დღესდღეობით HIV ინფექცია. თუმცა, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმირებულობას და უნდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ თავდაცვა არის ყველაზე საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ უბრალოდ თუნდაც იმისთვის, რომ ყოველდღე მედიკამენტის მიღება არ მოგიწევს, მაგრამ დღევანდელ დღეს რასაც ვამბობდი, რომ ეს პრევენცია, მკურნალობა როგორც პრევენცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც არის მკურნალობაზე, ხდება სუპრესია,
კონცენტრაცია ვირუსის იმდენად დაბალია, ის უკვე ანალიზებშიც აღარ ფიქსირდება, ანუ ვირუსის შესაბამისად გადამდები აღარ არის, ანუ დათრგუნვა ხდება ვირუსის. ის აღარ არის გადამდები სხვა ადამიანისთვის, ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.